სოციალური დემოკრატიის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ნიში ალბათ ის არის, რომ ერთი მხრივ ბევრად უფრო დიდ სპექტრს მოიცავს ადამიანების და მეორე მხრივ ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ კონტექსტი, რომელშიც დაარსდა ეს მოძრაობა, ცალსახად არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ამ კონტექსტში ხედავთ სინამდვილეში ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემების ამოსავალსაც და გადაჭრის ფორმებსაც სწორედ იმ გზებით, რა გზებითაც აი უკვე მესამე თვეა ვცდილობთ რომ დავსვათ საკითხები როგორც მინიმუმ, ხო, ჯერ თუ პრობლემის იდენტიფიცირება არ მოხდა, შეუძლებელია მის გადაჭრაზე ფიქრი. მე თავად რაც შემეხება, მე ვარ ანთროპოლოგი, გენდერის მკვლევარი და ისედაც ჩემი მიმართულებით საკმაოდ ინვესტირებული ვიყავი ხოლმე მთელ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობდა, იქნებოდა ეს კვლევის სახით, იქნებოდა თუ ფიზიკური პირდაპირ ჩართულობით, თუ პირდაპირ აი ამ აქციაზე დგომის სახით, მაგრამ ჩემთვისაც ეს მოძრაობა კიდევ უფრო ახალ რესურსებს და შესაძლებლობებს აჩენს იმის, რომ მათ შორის ჩემი პროტესტმა ბევრად უფრო ქმედით უნარიანი სახეც მიიღოს. აი თქვენ დასვით კითხვა პოლიტიკურ მოძრაობასა და სოციალურ მოძრაობას რა განსხვავებას ხედავთო აქაც ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, ხო, რომ პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ხა პირდაპირი დეფინიცია რაც შეიძლება იყოს ის პირდაპირ განაცხადებს, ასე ვთქვათ, მის პოლიტიკურ მიზნებს. პოლიტიკური მიზნები, რაც პოლიტიკური მიზნები ბევრი რამ შეიძლება იყოს ფართო გაგებით პოლიტიკური, მაგრამ აი ვიწრო გაგებით პოლიტიკურ მიზნებს, რაც ნიშნავს, რომ მას სურს პოლიტიკურ სადავეებში, პოლიტიკაში მოსვლა. ჩვენი მოძრაობის შემთხვევაში ეს არ არის. ასე არ დგას, საჭიროების შემთხვევაში არავინ არ ვიცით და არავინ არ თქვას, რომ იცის საჭიროების შემთხვევაში ვინ რა ნაბიჯს გადადგამს, თუმცა ჩამოყალიბების პროცესში ეს არ ყოფილა ნამდვილად წამყვანი საკითხი არ ყოფილა, რომ ჩვენ როგორც ძალაუფლების პოლიტიკური პარტიად გადაიღო.